ში უცებ დაქორწინდა ვიღაცა ებრაელ ქალზე, რომელიც სინამდვილეში არის მოსადის აგენტი და დიდი ქორწილი ჰქონდა, დიდი ტაშფანდური ჰქონდა და გამოვიდა შაჰის შვილიშვილი და მე აქო ბაბუაჩემიო მეფე იყო და ბაბუაჩემი იყო სადღაცო იქო მეფეო და ახლა მე შვილიშვილი ვარო და ახლა მე მინდაო მეფობის დაბრუნებაო და მოუწოდა ირანში მცხოვრებ სხვადასხვა ტომებს და ირანში ცხოვრობს როგორც არაბები, ისე ქურთები, ისე აზერბაიჯანელები და ესე შემდეგ, რომ მათ აჯანყება დაიწყო ირანის წინააღმდეგ, ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ და რომ დაუბრუნდეს ირანს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ეს ფუჩუკუტუ ორგანიზაციები, არჩევნები, თუმცა არჩევნები ყველაზე მეტ სამართლიანად ირანში ტარდება, ადამიანის უფლებები, ნუ რა ის რაც ჩვენ გვესმის მთელი ამ 33 წლის მანძილზე საქართველოში ეს რომ დაუბრუნდეს ირანს რამენაირად ასეთ შემთხვევაში თუ უნდა დაუჭიროთ მხარი შაჰს გამოხდა იქიდან ნეთანიაჰუ სანამ საუბრობ არავის არ გცემთ პასუხს მაცადეთ გამოხდა იქიდან ნეთანიაჰუ და ჩვენო კაცო თქვენ გასანთავისუფლებად მოვდივართ თქვენ გვერდში მხარდასაჭერად მოვდივართ თქვენი ხალხიო ჩვენო ისე გვიყვარსო რომ არამე რო დააბრუნეთო აგერო შაჰიო რომელმაცო პირდაპირ მემკვიდრეაო რომელმაცო მოსადის ესე რა ქვია აგენტიო ოფიციალურად დავაქორწინეთო ასე შემდეგ ანუ რაში არის საქმე გეგმა ებრაელების იმის შესახებ რომ მოხდეს დამხობა ირანში დღევანდელი არსებული რეჟიმის და დაბრუნება შაჰის არის რეალური მათი განზრახვა და არანაირი ატომური ბომბი ეს ატომური ბომბი და ეს ბირთვული ტექნოლოგიები ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია ამისთვის იღწვის ნეთანიაჰუ და არა მარტო ნეთანიაჰუ მთელი მისი ესე რომ ვთქვათ სამეგობრო საძმაკაცო და საახლობლო რომ რამენაირად ეს ყველაფერი განხორციელდეს ახლა ეს გეგმები სხვა ქვეყნების ინტერესებში არის თუ არა ამას არ გითხულობენ ირანელი ხალხის ინტერესში არის თუ არა არ გითხულობენ იქამდე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშიც კი არ არის ამ ფორმის გაკეთება მიუხედავად ამ ყველაფრისა ამიტომ ისრაელმა როგორც ჩვევია ამერიკელების ინტერესში ეს ყველაფერი არ იყო ამ მომენტისთვის ამ დროსა და ამ სივრცეში დაიწყო ეს ყველაფერი იმისთვის რომ აიყოლიებდა შეერთებულ შტატებს თუმცა ჯერჯერობით როგორც ჩანს ტრამპი არ არის მზად იმისთვის რომ ჩაერთოს ამ ყველაფერში ომში და თუ ჭკუა აქვს რა თქმა უნდა ამ ყველაფერში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა თუმცა ახლა ამას ჩვენ ვფიქრობთ იქ რა ხდება ამერიკაში და იქ რა გეგმები აქვთ კაცი შვილმარიცის მაგრამ რაც იკვეთება ამ ომის რეალური მიზეზი რაც არის ეს არის ეს ირანში რეჟიმის შეცვლა რატომღაც ყოველთვის ისე ემთხვევა რომ ყველა დასამხობრე ქვეყანაში ყოველთვის ჭარბად არის ნავთობი